დაგიბრუნდით, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო ბოდიშით. მე და ცირა მანამდე წავიორავეთ კიდევაც და ძალიან საინტერესო რაღაცეები მოყვა. ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ. ალბათ ერთი 10 წუთი კიდე იქნება. რამე იცით რა კითხო? მიდი, გამო. აი ეხლა ეს ჩამოვაყალიბო აზრი. აი ბევრი ადამიანი ეხლა ამერიკაში ხო იცი პრობლემები არის, რაღაც ევროპაც ის აღარ არის, როგორც ამობენ რომ ადრე იყო და რაღაცა კანადა რაღაც ზენიტში ჩანს რა ეხლა. აი ვისთვის არის კანადა? როგორი ადამიანებისთვის არის კანადა? ვინ მოერგება კანადას? აი შენი აზრით. ნუ მოდი ჰალიფაქსზე ილაპარაკე. აი დაუშვათ პირობითად დურგალი კარგად იქნება შენთან ჰალიფაქსში, იმიტომ რომ ვიცი რომ დურგალი ალბერტაში კარგად იქნება. აი თუ გინდა პროფესიებს ნუ ჩამოთვლი, აი ზოგადად არა, მიმართულებებს ვიტყვი. ანუ აქ კარპენტერი, რასაც ეძახიან, მშენებლობა, ხეზე მუშაობა, ანუ რაც მშენებლობებს, კორპუსებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტერიტორიებია, რომლის განაშენიანებაც მიმდინარეობს. თუ კარგი სპეციალისტი ადამიანი, რა თქმა უნდა, იშოვის ამ მიმართულებით, ანუ სამსახურს. ტექნოლოგიური სფერო რთულია შეღწევა. ამას ვიტყვი. რთულია შეღწევა და თუ აქაურცოდნას არ მიიღებს ადამიანი და აქაური სანაცნობო წრით არ შეაღწევს, მეორე ვარიანტია, რომ ვთქვათ, საქართველოდან ვიღაც გარკვეული სანაცნობო წრე ყავდეს, გარკვეული წლების მანძილზე ვთქვათ, რაღაც საერთო სანაცნობო და ნუ იშვიათია, მაგრამ არის, რომ არა მარტო კანადაში, სხვაგანაც მიდიან. ასეთი გზით ხოლმე შოულობენ საქართველოდან სამსახურს, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ ეს არ არის ხშირი. აქ როცა ხარ, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ სანაცნობო წრე დროულად შემოიკრიბო, დროულად გახვიდე ამ სფეროში და დროულად კარგი, ასე ვთქვათ, ნაცნობები იპოვო, ვინც დაგეხმარებიან შენი მიზნების მიღწევაში. კიდე მუშაობს, საკმაოდ კარგად მუშაობს ასევე სარესტორნო და ასეთი სფეროც, მაგრამ ძალიან რეგულირებადია. ვერ მოახერხებს ადამიანი, რომ უბრალოდ ადგეს და გააკეთოს რაღაც გახსნას, ანუ ძალიან ბევრი ლიცენზიები ჭირდება, ანუ ყველაფერზე თითქმის. ეგ მტკივა მაგ თემას არ შეეხო რა, ეგ ძალიან მტკივა. აქ რო რაღაცა დაიწყოთ, აი ხალხო აქ რო რაღაც დაიწყოთ, არ ვიცი, ბოლო ნერვს სანამ არ მოიკლავთ, არ გამოგივათ არაფერი რა. რესტორნის გახსნა ადვილი არ არის, ლიცენზიები გინდა უნდა მოვიდნენ შემოწმოს ისუფთავე. მოკლედ ვიცნობ ჩურჩხელებს აკეთებს რა, საკმაოდ კაი ბიჭი არის, ხა Facebook-საც აქტიურობა დაიწყო და რაღაცას ცდილობს. ვერში აქვს საქონელი. მაღაზიები ეუბნებიან რომ მზად ვარ, მივიღოთ შენი საქონელი და გავყიდოთ, მოთხოვნადია ჩურჩხელა. მაგრამ შენ უნდა წარადგინო რაღაც საბუთები რა და ერთი მაღაზია ნახა მარტო, რომელიც ესე under table როგორც ეძახიან. ლაბორატორიული კვლევა უნდა გაიაროს და სად აკეთებს მერე ვისგანაც ნაქირავები აქვს სახლი, იმან უნდა მისცეს ნებართვა. აუ, აქ რაღაცის დაწყება, ავტობიზნესს რაც შეეხება, რაღაცეები ხა მოვიძიე, ძალიან მინდა მაგ საქმეში მოვხდე. ანუ დასაქმება კი არ მინდა, ჩემი მინდა რომ იყოს რა, ძალიან მომგებიანია ერთი სიტყვით რა დანამდვილებით ვიცი. საქართველოში, აი წარმოედინე, გინდა მანქანა იყიდო და გაყიდო, გინდა გერმანიდან ჩამოიყვანო, ამერიკიდან, იაპონიიდან, უბრალოდ დარეგისტრდი სადღაც ონლაინ, იპოვე საიტები, ChatGPT არაჩვეულებრივი ასისტენტია და ყველაფერს გაგიშლით, არც ლიცენზია გინდა არაფერი, ადექი გადარიცხე, ჩამოიყვანე, განაბაჟე, ან არ განაბაჟო და გაყიდე. იყიდე, გაყიდე რა, როგორც არაფერი რეგულაცია არ უნდა.
აქ ეგ რო გააკეთო მარტო ლიცენზია გინდა ორი ტიპის ლიცენზია არის ალბერტაში $50,000 ღირს ერთი ლიცენზია რომელიც просто დილერშიპად გაქცევს ოფიციალურად და მეორე არის $300,000 $300,000 იცი რა არის მანქანა რო იყიდო და ფიზიკურ პირზე გაყიდო ფიზიკურ პირზე გაყიდო ხო მაგას ჭირდება $300,000 აი ძალიან ესე შავი ჩონჩხი რო დაგიხატოთ რა საქართველოში რაღაცები ძალიან ადვილია აქ რთულია მე დავამატებდი რას რახან ეხა მინდა რომ გავუხსნა ესეთი ხალხს რა სად მოდიან როგორ მოდიან თუ ხელით მუშაობა გეხერხებათ აი მაგალითად თუ მანქანა გესმით და ხელოსანი ხართ მექანიკ ესე ქვია აქ არის ალბერტაში საკმაოდ არ ვიცი ეხლა დაბალი ანაზღაურება თუ მაღალი თქვენ გადაწყვიტეთ მინიმუმ არის $25-დან არალიცენზირებულზე ვისაც ლიცენზია არ აქვს დამხმარეებად დაგიყენებენ და მინიმუმ $25 დაიწყება საათში $25 გადასახადებამდე ნებისმიერი construction-ზე აქ ალბერტაში ნუ ზამთარში ცოტა ყველაფერი ვარდება მაგრამ ძირითადად ანუ ელექტრიკოსი ხო ესე ქვია construction-ზე ანუ ვინც აშენებს აი ეგეთი პროფესიები სადაც ხელებით კარგად journeyman ესე არ ქვია მუშაობა ეხერხება ალბერტაში welcome ოღონდ წეღან აიცი რამ რაც თქვა აკაური განათლება გინდათ, აკაური ლიცენზია და სერტიფიკატი გინდათ, რაც არ უნდა მაგარი ხელოსანი იყოთ და აკაურ ხელოსნებს რომ ჯობდეთ, აკაურ ხელოსანს თუ ექნება ლიცენზია აღებული, ექნება პირობითად $50 საათში, თქვენ ვისაც არ გექნებათ ეს ლიცენზია და ეხლა დაიწყეთ მუშაობა, პირობითად გექნებათ ნახევარი 30-25. ამიტომ ინგლისური ვინც აპირებს ჩამოსვლას, ყველაფერი გადადეთ და ინგლისურს ჩაუჯექით, იმიტომ რომ გამოცდები ყველაფერი ლიცენზიის აღება ინგლისურად მოგიწევთ. მოდი ჩამოვთვალოთ. ბატონო. მოდი აი რჩევის დასკვნა გავაკეთოთ. დასკვნითი. კი ბატონო. ხო. ბურთი და მოედანი შენ მხარეს არის, დაიწყე. შენ დაიწყე, ანუ ინგლისური ენა, ხო? შემდეგი არის კაპიტალი, რასაც ვილაპარაკეთ. რაც შეიძლება მეტი წამოიღეთ, კი. რის გარეშედაც ეს ვერც განათლებას ვერ მიიღებთ, ვერც ლიცენზიებს ვერ აიღებთ. იმიტომ რომ არ არის იაფი. აუჩემ აყუთი გინდათ რა. და მინდა გითხრათ, რომ განათლება ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი ინვესტირება და გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, ვითომ დამხმარებისთვის ფულის გადახდას, რომელიც გარანტიას არ მოგცემთ, რომ თქვენ თუნდაც კანადაში თუნდაც ნებისმიერ ქვეყანაში, ნუ ეხლა ამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში კანადაზე ვლაპარაკობთ, რომ კარგად იქნებით ამ ქვეყანაში, იმის გარანტიას არ გაძლევთ რაღაცა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამას ჯობია დააბანდოთ ეს თანხა, თუ მაინც ვალად იღებთ თქვენ განათლებაში, რომ ეს განათლება მერე გამოგადგეთ და ამით დაიწყოთ თქვენი კარიერის შენება იქნება თუ არ ვიცი რა იმის ახალი სპეციალობის დაწყება, შეცვლა თქვენი რაღაც მიმართულების, პროფესიის. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ კარგი ინვესტიციაა და ძალიან დაფასებადი კანადაში, ამის თქმა მინდა. შემდეგი თქვი შენ. ოკეი, აი, მოდი ესე ვთქვათ. მე რას ვიტყვი იცი კიდე, უბრალოდ კანადაში მოვდივარ და აი კანადაში ჩამოვაღწიო და იქ რაღაცა იქნება, აქვე გეუბნებით, რომ აქ რაღაცა არ იქნება. უნდა იცოდეთ, სად მოდიხართ. რას გააკეთე, ანუ გეგმა უნდა გქონდეთ შემუშავებული. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. პირველ თვეს ამას გავაკეთებ, მეორე თვეს ამას გავაკეთებ, მესამე თვეს ამას მეოთხე თვეს ლიცენზიას ავიღებ. გეგმა თუ არ გააქვთ, რაღაცა იქნება, აქ ეგ რაღაცა არ იქნება. აქ ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, ვერც ერთი მეგობარი გვერდში ვერ ამოგიდგებათ, ხართ მარტო.
ეხა დადებითი მხარეებიც არის, სკოლები უფასოა, ვინც ბავშვებთან მოდის. მე სკოლებით აქ სისტემა განათლების მე ძალიან მოწონს. ჩემი ბავშვები როგორც აქ სწავლობენ, მე კმაყოფილი ვარ. კარგი სკოლებია, შედარება არ არის რა, ეგ მაგაზე თუ გინდა მე ცალკე ეთერი ჩავწეროთ, სხვა რაღაცა არის. სამსახურები ეხლა ჭირს ზოგადად კანადა ცოტა ესეთი, ცოტა არა საკმაოდ დიდი კრიზისია ხა კანადაში. ინფლაციას და მოკლედ კრიზისი არის, მაგრამ სამსახურები თუ რაღაცა შეგიძლიათ, ენა იცით. მოდი ვიტყვი რომ იშოვი რა. ეხა თუ ენა არიცი და ენის გარდა რაც შენახსენე რომ თუ რაღაც მიტინგებზე არ დადიხარ, სადღაცას ვეღაცა არ გაიცანი, იმან რაღაც რეკომენდაცია არ მოგცა, აი ეგეც საჭიროა რა, მარტო ენა ეხა ეგრეც არ არის. ენა საჭიროა, მაგრამ ეს ენა საჭიროა იმისთვის, რომ გარემო შეიქმნა ისეთი ახალი სამეგობრო წრე. აუცილებლად კანადელებს ემეგობრეთ. აუცილებლად. აი აუცილებელია რა, ქართული კულტურა ასწავლეთ და რა თქმა უნდა გაიცანით კანადური კულტურა. და ასევე აი ეს არის მთავარი ასიმილაცია უნდა მოხდეს. ანუ მე ვიცი ესე გადმოცემით რომ არის გარკვეული ერებიცთან, მათ შორის ქართველებიც, რომლებიც მხოლოდ ქართველებთან მეგობრობენ. არ უნდათ ასე ვთქვათ, არ უნდათ თავისი კულტურის იქით გახედო, ანუ არავინ არავის არ ართმევს ეს რაღაცა პროპაგანდა ქართლობას არა ქართლობას არავინ არ გახსოვთ და იდენტობა შენ თუ ხარ შენ ზოგადი განათლების დონე თუ გაქვს მაღალი, ემოციური ინტელექტის დონე თუ გაქვს მაღალი, შენი წინაპრები თუ იცი და შენი გენეტიკა თუ იცი, რა უნდა მოხდეს რომ შავს თეთრისგან თუ ანსხვავებ, ჩათვალერო ყველაფერი გამოგივა. ხო, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ შენ ქართველობაც აგარცონ, ანუ ესეთი ის რო არის მეცნიერება მათ ხალხზე. ძალიან სისულელია, ძალიან სისულელია. ასიმილაცია, არავინ არ იმაშვება, არავინ არ თხოვს, არავის რო კანადურად მოიქეცი. შენი იდენტობის აი ეს რაღაცა შარმი გაქვს, თუნდაც ის აქცენტი, შენ რა აქცენტითაც ინგლისურად ვამაყობ. საერთოდ არ უნდა გქონდეს კომპლექსი, იმიტომ რომ ეს შენ გამოყოფ, შენ ხარ უნიკალური ამით. და აი ამას რომ აი ესეთი თავდაჯერებით თუ იქნები, ძალიან ბევრ რაღაცას მიაღწევ და ძალიან დიდ პატივისცემასაც დაიმსახურებ და აქეთაც ძალიან ბევრს დაინტერესებს შენი წარმომავლობით, ძალიან დიდი ინტერესი წამოვა, ბევრ კითხვასაც დაგისვავენ, მაგრამ შენ თუ დადგები და თავს მოახვევ, რომ აი მე ვარ, რაც ვარ და რაც მაგრები ვარ, ქართველები ვარ და მარტო ეს არის, ეგ არა შეცდომა. წარმოვიდგინე, ახლა საქართველოში რომ ვიღაცა ჩამოვიდეს და რაც ვარ, მე ვარ და ჩემი ეს არის ნაციონალობაო და ნუ ქართველი ხო ეტყვის რა გინდა ხო? ანუ რა გინდა მაშინ ხო? წადი შენ ქვეყანაშია ხო ეტყვის? იგივეა. ეტყვის. აბსოლუტურად კი. თუ იქნებით მზად, ყველაფერი გამოგივათ. აი მართლა გულწრფელად ვამბობ, ეხლა აი აქ ვარ და აი დღევანდელი გადმოსახედიდან, დღეს არის 21 დეკემბერი, თუ 22-ია, 21 დეკემბერია დღეს. აი ყველაფერი გამოგივათ თუ დაგეგმავთ. გეგმას მიყევით, პირველი, მეორე, მესამე, ყველას ყველაფერი გამოვათ. უნდა იცოდეთ სად მოდიხართ. ანუ კი ბატონო, კანადაში მოვდივარ, ეგრე არ არის, აი საქართველოში წავედი ან შვეიცარიაში წავედი, ძალიან დიდია. ჰალიფაქსში სხვა ცხოვრება არის, ბრიტანულ კოლუმბიაში სხვა ცხოვრებაა, ალბერტაში სხვა ცხოვრებაა. თქვენი რაც შეგიძლიათ, გაეცანით კანადას კარგად და თქვენ თავს სადაც უკეთესად ხედავთ, იქ უნდა წახვიდეთ.
არა, და რაც მთავარია, სხვას არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა თქვენ ცხოვრებაზე. სხვას არ მიანდოთ. საკუთარ თავზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. მოისმინეთ, ყველას აზრი მოისმინეთ, თქვენთვის საუკეთესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეთ, გაანალიზეთ, დაიხმარეთ მეგობარი, მე ვეძახი მეგობარს ChatGPT-ს. დაიხმარეთ, მაგარი კაცია ძალიან, აი ყველაფერში მეხმარება. უნდა გაცდეთ იმას, რომ Google-ისავით რო იგუგლება, ხო, ეს როგორ გავაკეთო. ეგ არის, აი გაცდით, მიყევით მე სიღრმეებში შეყევით, ყველაფერი გამოგივათ. ჩემი პლატფორმა ღია არის, მომწერეთ, მარტივ პასუხებს, რასაც დიდი დრო არ მიაქვს, მე ისედაც გაგცემთ და ისედაც ყველას ვცემ. თუ დეტალურად გინდათ რაღაცების შესწავლა, კი ბატონო, დაჯავშნით ჩემი კონსულტაცია და მზად ვარ გემსახურეთ. Disadvantage and advantage of Canada და დავასრულეთ, ვიცი უნდა ხვალე მუშაობ და უნდა გაგიშვა შენთან უკვე სხვა დრო არის, ჩემთან სხვა დრო არის. აი, ყველაზე დადებითი მხარე და უარყოფითი მხარე კანადის. უარყოფითი ყველაზე დიდი ბიუროკრატია. Okay, ამინდს გავამატებ. ყველგან იცი რა, ამინდიც, მაგრამ ჩემთან უფრო ასე ვთქვათ, კარგი ვითარება მაგ კუთხით. მინდა გითხრა. აქ არის -16 არის ახლა ჩემთან. 7 იყო დღეს პლუს. ახლა ალბათ 2-ია, მინუსი არ არის. გააჩნია ატლანტიკის ოკეანიდან რა სითბური მასები შემოდის თუ სიცივე შემოდის იმის. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, კი ბატონო. კი ბატონო. advantage განათლება და უსაზღვრო შესაძლებლობები, რომელსაც ჭირდება დანახვა და ჩაჭიდება. ასე ვთქვათ, დანახვა სწორად განსაზღვრა თქვენი შესაძლებლობების და უნარების და გამოყენება ამ შესაძლებლობების. უამრავი შესაძლებლობა უბრალოდ თქვენზე მორგებული უნდა, ასე ვთქვათ, ამოიცნოთ. ამის გამო. აი, ეს არის, თორე ყველა ქვეყანას აქვს ნაკლი, ყველა ქვეყანას აქვს დადებითი მხარე, მაგრამ ნუ რაც კარგი აქვს ამ ქვეყანას არის სისტემა, რომელიც არის საკმაოდ მყარი. დანარჩენი ასე იქნება თუ ისე იქნება, თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ ამის თქმა მინდა, სად გინდათ, როგორ გინდათ და რისი მიღწევა გინდათ იმის მიხედვით. და აუცილებლად და კიდე ერთი, აი დავასრულებთ ძალიან მალე ფაქტურად ვასრულებთ რა. ეს არის ემიგრანტების ქვეყანა. აი თუ საფრანგეთში არიან ფრანგები და ემიგრანტები, გერმანიაში არიან გერმანელები და ემიგრანტები, კანადაში არიან ახალი ემიგრანტები და ძველი ემიგრანტები. ეს არის კანადა. ანუ კანადელების გარდა ძალიან ბევრი შეგხვდებათ. ინდოელი, ძალიან ბევრი შეგხვდებათ, ფილიპინელი, ძალიან ბევრი შეგხვდებათ, ჩინელი. რატო გეცინებათ სირა, რამის დამატება გინდა? ბევრი უკრაინელია. მოკლედ არ არის აუცილებელი, რომ მარტო ქართველი ქართველთან იყოს. უნდა მოვედოთ, ყველას უნდა მოვედოთ, უნდა ვიმეგობროთ უკრაინელებთანაც, კანადელებთანაც. Indigenous people, ადგილობრივი ინდიელები ვინც არიან. ძალიან საყვარლები არიან სხვათა შორის. ძალიან მანიტობაში არიან თურმე აგრესიულები, ნუ ეგ სხვა თემაა, ხო? უიმართლა. რა, კი, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ცირა შენი დროისთვის. კი ბატონო, მადლობას გიხდი ჩემი სახელით, გიხდი ფოლოვერების სახელით მადლობას. იმედია გამოადგება ეს ამ ვიდეოს ავტვირთავ. ალბათ შემდეგი კვირისთვის. ბევრი ადამიანი კითხვას დასვავს და შეიძლება იზაგვარაც მეც და ცირაც დავთაგავთ ხომ ერთმანეთს და პასუხებს გაგცემთ. კიდევ ერთხელ მადლობა, საათზე მეტი დაგვითმე. ეს იყო ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, პოდკასტი, ვეცდები უფრო ხშირად გავიდე ხოლმე ეთერში და ბევრი ქართველი ვნახო კანადაში მცხოვრები, ვინც თავის გამოცდილებას
გაგვიზიარებს. მადლობა, იცი რა? სინამადლობა. ერთი რაღაც მინდა შემოგთავაზო. გამოვში. დაწერონ ფოლოვერებმა ისეთი პატარა თემები, რასაც ვთქვათ, დაახლოებით 30 წუთს 30 წუთში ჩაატევ, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ იმას. რა აინტერესებთ ოღონდ ისეთი თემები, რაც დაეხმარებათ კვლევაში და არა აი ესეთი გაცვეთილი კითხვები, არავის არ ეწყინოს, მაგრამ არავის რო არ აქვს პასუხი ისეთები. ესეთი კითხვები არა, აი რაც რეალურად დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რომ ეს ქვეყანა თქვენთვის არის, გინდეთ ნამდვილად, მზად ხართ თუ არა კი ბატონო. გიღირთ თუ არა და აი თქვენ კვლევაში ChatGPT-ს გარდა კიდე აი რამით რო წაგადგებათ, აი ესეთი პატარა რაღაც თემებზე ჩართვები, იქნება თუ სტუმრები, აი ესეთი რაღაცები, აი რა თემები აინტერესებს. თქვა, ძალიან საინტერესო იქნება, რა გამოხმოურებ. ძალიან მაგარი დია. კი ბატონო, დაგვიწერეთ რა თემები გაინტერესებთ და შეძლებს დაგვარად, ანუ ღია ვარ ყველაფრისთვის. მადლობა ცირა, დროებით. გემშვიდობებით ყველას. ნახვამდის. დროებით. კარგად.